შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. მიწის ზრა მე-6. მე მამხნევებდა ის მწუხარება, მაგრამ მაინც დიდზე დიდი ნუგეში, რომ ჩემთან ერთად ადამიანთა მთელი მოდგმა იღუპება, რომ ეს ქვეყნის დასასრულია. პლინიუს უმცროსი. თებერვალი დადგა. ისეთი სიცივე დაიჭირა, მტკვარი სუნთლად გაიყინა და სიტი ქვაც კი ტყდებოდა. ჩრდილოეთის სუსხიანმა ქარმა ტყვიისფერი ღრუბლები მოდენა. ბოლოს მოთოვა კიდეც. თბილისის გარშემო აზღუდულ, უტყეო, მოშიშვლებულ მთებს თეთრი სუდარა გადაეფარა. უღრმესი სასოწარკვეთილებით გასცქეროდა კორნელის სანაპირო ქუჩაზე ჩარაზბულ, უფოთლო, დამზრალ ჭადრებსა და თოვლით გასუდრულ დამუნჯებულ მთებს. მტკვრის გაღმა გორაგზე გაშენებული ტაძრის ჯვრიანი გუმბათები დაისის ჟამს ვარდისფერ ცას ებჯინებოდნენ. მზე ჩავიდა და დედამიწა მარადიული ზამთრით მოცულ მკვდარ პლანეტას დაემსგავსა. თითქოს მასზე არსებული სულდგმული მცენარე მოკვდა, დაჭკნა და სიცოცხლის ნიშანწყალი წაიშალა. ფიქრობდა კორნელი. მხოლოდ ტაძრის გვერდით გაშენებულ სასაფლაოზე იდგნენ მარად ზამთარს, სიცივეს, თოვლსა და ყინვას შეგუებული, გლოვიარე ჭირისუფლებივით თავჩაქინდრული, მაღალი და მუნჯი კვიპარისები, ნაძვები და ფიჭვები. სიკვდილის სიმბოლო დგანა მთაზე, თოვლითა და ყინულის ლოლუებით შობის ხის მსგავსად შემკული ნაძვები. ამაოდ ოცნებობენ ისინი თბილი და ცხელი ქვეყნების ფოთლოვან ხეებზე, პალმებზე, დაფნებზე და ნარინჯზე. მოკვდა, გაცივდა დედამიწა და მასზე მარადი ზამთარი და უსაზღვრო მდუმარება გამეფდა. დაამთავრა ფიქრი კორნელიმ. ტანში გააჟრჟოლა და მის გულში ქვეყნის დაღუპვის შიში და ენით გამოუთქმელი სევდა შეიჭრა. ის შიში და სევდა არ აღგავდა ქვეყნის დაღუპვის გამო ფილისტერის სულში შეჭრილ უნაპირო შიშსა და სევდას. ეს სევდა ხელს არ უშლიდა კორნელის შეგნებას, დაუფლებოდა ბუნების შემცნობ მეცნიერებას, ნდობოდა ადამიანის გონებას, რომელიც დღითი დღე ევოლუციის გზით უფრო და უფრო აგნებს და გვიხსნის მსოფლიო საიდუმლოებას, მიუხედავად იმისა, დაიღუპება თუ არა ეს დედამიწა და ჩაქრება თუ არა მზე მილიონი წლის მერმე. მაგრამ დღეს კორნელის გონება და გრძნობა ერთმანეთს არ ეთანხმებოდა. კორნელი ისევ სარკმელთან იჯდა და მის სულში, ისე როგორც გარე სამყაროში, რომელსაც ის აქამდე სჭრეტდა, ისევ უცნაური და უჩვეულო რამ ხდებოდა. როგორღაც ერთბაშად დაღამდა. კარში სულდგმულიც არასჩანდა. მხოლოდ თოვლით და ყინულით დაფარულ მტკვრის პირას
ბოცთან ნაცრისფერ პატარა ძაღლს კუდი ამოეძუებინა, ქეჩოზე ბალანი აეყარა, მოკუნტულიყო, თავი ცისკენ საცოდავად აღეპყრო და გულის დამაღონებლად, საზარლად ხმუოდა და მოსთქვამდა. მკვდარ გაცივებულ დედამიწაზე გამეფებულ უსაზღვრო სიჩუმეს და თავის მარტოობას თუ უჩივის, გაიფიქრა კორნელიმ. მას ჯავახეთის სოფელი ვარევანი მოაგონდა, როდესაც გრიგოლ ცაგურიშვილის სიკვდილის ამბავი გაიგო და მდინარის პირას, ალვის ხის ქვეშ, ძაღლმა ყმუილი მორთო. უმალვე მტკვარზე გადამდგარი ხის პატარა სახლის კარი გაიღო და მაღალმა და გამხდარმა შვახნის კაცმა ბოცთან აყმულებულ ძაღლს სანადირო თოფი ესროლა. ძაღლი უსულოდ დაეცა. მკვლელი კი შინშევარდა და ისე ჩქარა მიხურა კარი, რომ კორნელიმ გაიფიქრა, ალბათ დედამიწაზე გამეფებულ მარად ზამთარს, დუმარებას და სიკვდილს გაექცა და შინ ჩაიკეტაო. იმ კაცს კარგად იცნობდა კორნელი და ძალიან გაუკვირდა მონადირე კაცმა ყმუილის გამო საკუთარი ძაღლი რომ მოჰკლა. თოფის გასროლის ხმაზე ტერეზა, ელენე და მზარეული ქალი კატიაც სარკმელს მისცივდნენ და გაიხედეს, მაგრამ გარეთ ისე სციოდა, რომ ყინვამ უკვე მინების ქარგვა დაიწყო და ქალებმა მოკლული ძაღლი ძლივს დაინახეს. შინ კი ღუმელში ცეცხლი ენთო და თბილოდა. საზარლად ყმუოდა ის დაწყევლილი და იმ კაცმა იმიტომ მოჰკლა, განაცხადა კატიამ. სარკმელს მოშორდნენ, კატიამ ელექტრონი აანთო და სარკმელებს დარაბები მიახურა. ახლა უფრო შეძრწუნდა კორნელი, ყავარჯენი აიღო და თავის ოთახში შევიდა. კორნელი საწოლზე დაჯდა, კედელს უაზროდ მიაშტერდა. იგი არაფერ გარკვეულზე არ ფიქრობდა მაშინ, არაფრის გაკეთება არ ასურდა, არც კითხვა და არც წერა. დილიდანვე უმიზეზოდ აფორიაქებული იყო, მოუსვენრობა დასჩემდა, უიმედობა და გამოუცნობი მწუხარება და სევდა არასვენებდა. ეს არასოდეს არ დახმართნია, არაფერი აღარ აინტერესებდა. თითქოს მის ირგვლივ ყველაფერს ფასი და მნიშვნელობა დაეკარგა. ქვეყანა საპყრობილეთ ეჩვენებოდა და თეთრად შეღებილი პატარა ოთახი საკანად, ხოლო თავისი თავი კი სიკვდილის განაჩენის მომლოდინე პატიმრად. ეს რა უბედურება მომდის, შფოთავდა იგი. კორნელი მივიდა და სარკეში ჩაიხედა. იგი ძალზე გაფითრებული იყო, თვალები კი უცნაურად ანთებოდა. თბილ ღუმელს ზურგით მიაწვა და სიკვდილ სიცოცხლის პრობლემაზე აბნეულად ფიქრი დაიწყო. დედამ ჩაის დასალევად დაუძახა. მაგიდაზე სამოვარი იდგა, დეიდა ელენე და დათა ჩაის სვამდნენ. ჩაის მერმე დათა სამეცადინო ოთახში გავიდა. კორნელი კი სასადილო ოთახის ღუმელს ისევ ზურგით მიაწვა და ისევ შავ ფიქრებს გაჰყვა. ტერეზა წამოწოლილიყო, ძველებურად რომანს კითხულობდა და დროდადრო იღიმებოდა. დედა ფეხებთან ეჯდა და დამჭკნარი თითებით წინდის ჩხირებს ამოძრავებდა და შვილს შალის საზამთრო წინდას უქსოვდა, თანაც ნელა და უდარდელად ღიღინებდა. კორნელის საშინლად უკვირდა დედის ღიღინი და უშფოთველობა. სიკვდილი აბსახლის კედელთან არის ატუზული. ყოველ წუთს შეუძლია მან კარი შემოაღოს და შინ შემოვიდეს. ამათ კი მისი დარდი არა აქვთ. გაიფიქრა კორნელიმ. ირგვლივ საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო. მხოლოდ კედლის დიდი ძველებური საათის ქანქარა თანაბრად ირხეოდა, დროდადრო დასარეკად ხრიალებდა
200 წლის ყორანივით ჩხაოდა, თითქოს ყოველი საათის გასვლას დასტიროდა. დედის დამჭკნარი თითები კი ისევ თანაბრად ამოძრავებდნენ წინდის ჩხირებს. კორნელი ძაფის ყოველ ამოწევას, ახალი თვალის გაკეთებას ითვლიდა, ჭირსა და ლხინის მომსწრე მშობლის სახის ნაოჭებს აცქერდებოდა. დედა კვლავ არხეინად ღიღინებდა და აზრადაც არ მოსდიოდა ახლა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. მხოლოდ ხანდახან შემოხედავდა შვილს თავისი მადლიანი და მზრუნველი თვალებით. არ მოსწონდა ღუმელთან გაშეშებული და დადუმებული გამხდარი შვილის ფერხორცი. დედის გამოხედვაში კორნელიმ დიდი სითბო ამოიკითხა. არასოდეს მას არ მონდომებია ასე ძლიერად დედასთან მისვლა და მიალერსება. რცხვენოდა ამოდენა კაცს, თორემ მივიდოდა კიდეც, გვერდზე მიუჯდებოდა, საყვარელ ღაბაბზე აკოცებდა და პატარა ბავშვივით კალთაში თავს ჩაუდებდა. დედა კი მღელვარე ფიქრებით სავსე თავზე გადაუსვამდა ხელს. გიშრისფერ აბრეშუმივით ლამაზ თმაში თითებს შეუცურებდა და ცოლშვილზე საუბარს გაუბანდა. კაბის ქვეშ დაკიდებულ ვეება ჯიბიდან ჩურჩხელას და თხილს ამოიღებდა და მიაწოდებდა. კორნელი თხილს გატეხდა, შეჭამდა და მერმე დედის კალთაში თავმიდებულს შვიდად დაეძინებოდა. ძილში სანუკვარ და საამოსიზმარს ნახავდა. სოფელში სხვენზე ატანილ აკიდოებს, კომშს, შაქარ ბროწეულს, კაკალს მოიპარავდა. საათმა 12 დარეკა. კორნელი შეკრთა და ისევ საშინელი შიში და მარტოობა იგრძნო. სული შეეხუთა და გული ისე შეუღონდა, რომ შეშინდა. იქვე ღუმელთან არ დაცემულიყო. ნელა შევიდა თავის ოთახში. გაიხადა და დაწვა. ძილი არ ეკარებოდა მის თვალებს. გამოუთქმელი დიდი სიჩუმე იდგა. არც მეზობელი ბავშვი ტიროდა ახლა. შვაღამე გადავიდა. შეშფოთებულმა მამლებმა ცივი ხმით იწყეს ყივილი მეზობლის ეზოში. მერმე ძაღლებმა ასტეხეს ყმუილი და სადღაც განწირული ხმით დაიწყეს ბღავილი ძროხებმა და ხბორებმა. კორნელის გული გაუჩერდა. კვლავ სული შეეხუთა და ხელფეხი გაუცივდა. კიდევ ერთი წამი და მან აშკარად იგრძნო სიკვდილის მოახლოება. თოფნაკრავივით წამოიჭრა საწოლზე, მერმე თეთრეულის ამარა, თვარეულივით გაჰყვა კედელს. საძინებელ ოთახს ძლივს მიაღწია. ხელის ფათურით მოსძებნა დენის ჩამრთველი და სინათლე აანთო. დედას ტახტზე ეძინა. კორნელი თავზე დაადგა. ტერეზას მაშინვე გამოეღვიძა. მის სასთუმალთან მოჩვენების მსგავსად გაშეშებულ შვილს შეხედა და თავზარი დაეცა. შვილი უღონოდ დაეშვა ტახტზე. სახეზე მკვდრისფერი დასდებოდა, შეშინებული და ფართოდ გახელილი თვალებით სადღაც შორს იხედებოდა. თითქოს უცნაურ ხმაურს ყურს უგდებსო და საოცარ სურათს ჭრეთსო. დედა მაშინვე წამოდგა. გვერდზე მიუჯდა, მოხვია ხელი და ჰკითხა. რა მოგივიდა შვილო? დედა ცუდად ავარ. მიშველე. ძლივს მიუგო კორნელიმ. წელმოწყვეტილმა ტერეზამ ელენე გააღვიძა. ვალერიანის წვეთები მოსძებნეს და კორნელის დაალევინეს. მერე მხარში შეუდგნენ, ოთახში შეიყვანეს და დააწვინეს. კორნელის ხელფეხი კიდევ უფრო გაუცივდა და ისეთი კანკალი დააწყებინა, რომ საწოლიდან ერთი ადლის სიმაღლეზე ხტოდა. დაზიდული კუნთები კინაღამ არ გაუსკდნენ.
ელენემ სამი საბანი გადააფარა, ზედ მთელი ტანით დააწვა დისწულს, მაგრამ ვერც ამით უშველა. დედამ და მზარეულმა ქალმა კატიამ აგურები მოსძებნეს, გაახურეს და ფეხებში შეუწყვეს. კორნელიმ კედლისაკენ გადააგდო თავი და ახლა აჩემებულ ერთ წერტილს მიაშტერდა. ხელი ამოიღო საბნიდან და კედელზე უცნაური ნახაზების ჩხაპნა დაიწყო და შეშლილივით ბუტბუტებდა. ნუ თუ ხან მოკლე ჩემი სიცოცხლის ბოლო ეგ არის, მე სულ სხვას ვფიქრობ, ვხედავ და მესმის. მერმე ყველაფერი ვერ გაარკვია ტერეზამ. კორნელი თვალანთებული მიშტერებოდა ერთ წერტილს და ცქერად და სმენად ქცეულიყო. ტერეზა შეშინდა. სახეზე ხელი აიფარა და ელენეს ჩაშჩურჩულა. ნამდვილად ჭკუას კარგავს, დავიღუპე. მაშინვე დედამიწის გულზე თავზარ დამცემი გუგუნი გაისმა და მიწა ძლიერად შეირყა და იძრა. ზედიზედ ცვლიდნენ ერთმანეთს მძლავრი ბიძგები, თითქო სახლის ზღვის აბობოქრებულ ტალღებზე შემდგარი გემი არისო. სარკმლის დარაბა გაიღო და აქეთ-იქით გაქანდა. ჭერზე ჩამოკიდებული ლამპა საქანელასაებრ შეირხა. სარკმლის მილები შეზანზარდა, დაიმსხრა. მაგიდაზე ფიალამ, ჭიქებმა, წამლის შუშებმა, ბოთლებმა ჟღარუნი, წკრიალი და როკვა დაიწყეს. კედლებს ბზარები დაეთხო. შპალერი გაიხლიჩა, ჭერიდან გაჯი და კირი ჩამოცვივდა. მიწისძვრა არ ნელდებოდა. ელენე დერეფანში გაიჭრა. მას თეთრეულის ამარა ამდგარი დათა შეეფეთა და ორივენი ეზოში გაცვივდნენ. ეზოში მასწავლებელი ქელბაქიანი ბღაოდა. ანეტა! ანეტა! ჩაძინებულ ცოლ-ქმარს მიწის ზვრაზე გაღვიძებოდა. ცოლი გველნაკბენივით წამოჭრილიყო საწოლიდან. ძუძუმწოვარი მძინარე ბავშვისათვის ხელი დაეტაცნა და ფანჯარაში გადმომხტარიყო. ფეხი და იდაყვები დაეშავებინა, ბავშვი კი მაღლა აწეული ხელებით გადაერჩინა. თეთრეულის ამარა ქუჩაში გაჭრილი პოლკოვნიკი მიქელაძე ვერისხიდზე დაეჭირათ მეეზოვე გაბრიელს და მეზობლებს. ბრძოლის ასპარეზზე ზარბაზნების გრიალში ნამყოფი მხედარი ახლა მიწისძვრის შიშისაგან გაგიჟებული ლაჩრად ქცეულიყო. მაიორი საროკინი და მისი ცოლი დაღუპვის წინ ერთმანეთს კიდევ უფრო მაგრა ჩაჰკონებოდნენ. თავზე საბანი წაეხურათ. ერთად სიკვდილი გადაეწყვიტათ და რადგანაც ერთად კვდებოდნენ, სიკვდილიც ნაკლებ აფრთხობდათ. ბნელი ღამით ხალხი ეზოში, ქუჩაში გამოფენილიყო და ქოთქოთობდა. ასეთი მძლავრი მიწისძვრა მხოლოდ ერთხელ ყოფილა საქართველოში. იმ ღამით გორში თითქმის ყველა სახლი და ნაგებობა დაინგრა და დაიქცა. თბილისის მცხოვრებლებმა მთელი ღამე ცის ქვეშ გაათიეს. სახლები ისეთი ძალით ირყეოდნენ, რომ ეზოში და ქუჩაში ყოფნად საშიში შეიქმნა, რათა კაცი შენობის ნანგრევთა ქვეშ არ მოქცეულიყო. ამიტომ უამრავი ხალხი მოედნისაკენ და მტკვრისაკენ მიეშურებოდა. ბევრი კი ქალაქგარეთ გარბოდა. ყველგან ქალების მოთქმა, ბავშვების ტირილი და მამაკაცთა ყვირილი ისმოდა. ერთნი მშობლებს, მეორენი ბავშვებს, მესამენი კი ცოლებს უხმობდნენ და ცდილობდნენ ხმაზე ეცნოთ ერთმანეთი. ზოგი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ზოგი კიდევ ახლობელ ადამიანზე წუხდა და ტიროდა. ტერეზა და კატია ყველაზე გმირულად შეხვდნენ მიწისძვრას. ტერეზა კორნელის არმოშორებია. როდესაც სანთელი ჩაქრა, კატიამ ნავთის ლამპა მოსძებნა და აანთო. მიწისძვრამ კარგა ხანს გასტანა.
კორნელი სრულიად მშვიდად იჯდა ახლა საწოლზე და დედას ნაპირგასული, გამარჯვებული კაცის ღიმილით ეუბნებოდა. ორი რამ მაოცებს დედა ჩემო. ერთი ის რომ მიწისძვრა წინასწარ ვიგრძენი და მეორე დაიწყო თუ არა მიწისძვრა გულის შეტევამ და სიკვდილის შიშმა გამიარა. მე მამშვიდებდა ის გარემოება რომ ჩემთან ერთად მთელი ქვეყანა იღუპებოდა. ამიერიდან შემიძლია გავიმეორო სიტყვები პლინიუს უმცროსისა, რომელიც ჰერკულანუმისა და პომპეუსის დაღუპვას დაესწრო. იგი დიდ ისტორიკოს ტაციტს წერდა. მე მამხნევებდა ის მწუხარება, მაგრამ მაინც დიდზე დიდი ნუგეში რომ ჩემთან ერთად ადამიანთა მთელი მოდგმა იღუპება და რომ ეს ქვეყნის დასასრულია.